მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. 5 დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე როგორია მოლოდინი და პოლიტიკური პარტიების გეგმები. ოპოზიციის ნაწილი კვლავ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობს. 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, ისინი არჩევნების გზით გეგმავენ ქართული ოცნების დამარცხებას. ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებს და ნაბიჯებს და ბრძოლის მთავარ შესაძლებლობად არჩევნებს მიიჩნევს. დაგეგმილ პროტესტს სკეპტიკურად უყურებს გირჩი. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც მიიჩნევენ, რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებენ. 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის თარიღი, არა კონკრეტული ადამიანების, მათ შორის იმ ადამიანებს, რომელიც არის ამ ასე ვთქვათ თარიღის პირველი გამოცხადებელი ბატონი პაატა ბურჭულაძე, საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული უმრავლესობა თახდება იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მოსაშორებელი. ეხლა სხვა სახელების და გვარების ეს პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება ყოველთვის ხდებოდა ხოლმე, ხო, კოცური ასე ვთქვათ მხარის მიერ, ამიტომაც რაც უფრო მოახლოვდება 4 ოქტომბერი, მით უფრო მეტ ასე ვთქვათ პროპაგანდისტულ ტყუილს ვიხილავთ, ხო, რომ თითქოს და კონკრეტულ ადამიანებთან არის დაკავშირებული ეს პროტესტი და არ არის ქართული ხალხის პროტესტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ბატონ პაატას კითხეთ, როგორ უნდა დააკომპლექტოს ტექნიკური მთავრობა, მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მე შემიძლია ლელოს სახელით, ლელო ძლიერი საქართველოს სახელით გითხრათ, რომ ძლიერი საქართველოს ლელო არ იღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბრის აქციაზე არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ არაფერზე არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია, რომ წინააღმდეგობა გაუწევთ ქართულ ოცნებას აბსოლუტურად ყველა წერტილს და ჩვენ ამით ვიქნებით დაკავებული და აგრეთვე პატივს ვცემთ ყველა იმ საქართველოს მოქალაქის არჩევანს, რომელიც 4 ოქტომბერს გადაწყვეტავს ისევე როგორც 300-ზე მეტი დღე არის იყოს პროტესტის ნაწილი ამ დღესაც. პაატა ბურჭულაძე რას ბოდავს წარმოდგენა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მასთან სანიტარული კორდონი აგებული, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი დამოკიდებულება ორგანიზებულ დანაშაულთან და კანონიერ ქურდებთან, ჩვენ ამ ქვეყანაში ვიბრძვით იმისთვის, რომ ორგანიზებული დანაშაული დავამარცხოთ, კანონიერი ქურდები ამოვძირკოთ და ამ ქვეყანაში მივცეთ შესაძლებლობა ხალხს, რომ ხალხი გახდეს პოლიტიკის ნაწილი. 4 ოქტომბერსაც, 3 ოქტომბერსაც, 2 ოქტომბერსაც და 7 ოქტომბერსაც ვიქნებით ქუჩაში. იმიტომ რომ ეს ჩვენი აზრია, რომ ქუჩა არის ერთადერთი გადაწყვეტა, მაგრამ არანაირ დედლაინებს და არანაირ ბოლოვადებს საკუთარ თავებს არ უწესებთ. ჩვენი დედლაინი არის გამარჯვება. როცა გავიმარჯვებთ, მაშინ გავიმარჯვებთ და დაინახავთ ყველა. ხან ტელეფონებით ატარებდა არჩევნებს, მე რაღაცა სხვა ტექნოლოგიები გამოიგონა, მე თქვა რომ სტადიონზე ჩავატაროთ ეროვნული კრებაო, მე თქვა არა ისევ აქციები ჯობიაო, ეხა აქციები და ეროვნული კრება ერთადო და ასე შემდგომ, ანუ ეს შესაბამის დაწესებულების პაციენტი გახდება აუცილებლად 8-ში თან შევახსენებ ნიძლავს. იმიტომ რომ როგორც თქვა, 4-ში 8 საათზე ის იბარებს ხელისუფლებას, თუ ვერ იბარებს, მაშინ ასრულებს სიმღერას თაო ჩემო ბედი არ გიწერია. ეს ეხება ბურჭულაძეს და მსგავსი ტიპის კომიკურ ადამიანებს, თორე რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის უცხოური ძალა, რომელიც აქაურ აგენტურას აფინანსებს, ის სერიოზული ძალაა. აქ ძალიან სერიოზულად არის სახელმწიფო მომზადებული ამისთვის. უბრალოდ საუბარი იმაზეა, რომ ისეთ არასერიოზულ და კომიკურ განცხადებებს, როგორც ახლა ბურჭულაძე აკეთებს და ზოგიერთი სხვა, რა თქმა უნდა, იქ სერიოზულად ვერ უპასუხებ, თორემ 4 ოქტომბრისთვის კი არა, ნებისმიერი დღისთვის, 5-ისთვის, 10-ისთვის და ყოველთვის სახელმწიფო ემზადება, თუ კი რაიმე იქნება კანონდარღვევა. ქართული ოცნება საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს პარტია ნაციონალური მოძრაობის ასაკრძალად. აღნიშნული თემა კვლავ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მზადება ისევ შეფასების თემაა. პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა მართველი გუნდის დამხარე რგოლია და რეალურად მათი გაუქმება არ სურს. ქართული ოცნება კი წინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს და თვლის, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი ისტორიულია და კარგად ასახავს ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. შეგახსენებთ, თია წულუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე იურისტთა ჯგუფი დოკუმენტს მოამზადებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. არც პარტიები აღარ იქნება, აღარც არასოთურ ორგანიზაციები აღარ იქნება და საერთოდ დემოკრატიის ნიშანწყალი აღარ იქნება ამ ქვეყანაში და ნებისმიერი ბმა, რაც გვაკავშირებს დასავლეთსა და თავისუფალ სამყაროსთან, იქნება გაწყვეტილი, თუ ესენი დარჩნენ.
უკვე გაცხადებული აქვს კურსი, მიღებული აქვს ძომები და კონკრეტულად რა თქმა უნდა მარტო ნაცნობ მოძრაობას კი არ აგზავნავენ. კიდევ ერთხელ რომ ქართულ დემოკრატიას გზავნავენ. ამიტომ ძალიან მარტივია ქუჩაში უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება და ეს პარტიული ბრძოლა არ გახლავთ უბრალოდ ნაცნობ მოძრაობას სურო დატოვონ თუ არ დატოვონ, მაინც მნიშვნელობა არ ეხება თუ ქვეყანაში დემოკრატია იქნება გაუქმებული. რაც შეეხება ამ დასკვნას, რა თქმა უნდა თვითონ ეს პროცესიც იყოს სრულებით პროპაგანდისტული და ეს დასკვნებულად ემსახურება იმას, რომ ეროვნული ძალები ქვეყანაში აღარ არსებობდეს. რუსეთი ამ ქვეყანაში დამყარდება მაშინ, როდესაც ყოღახიძე მაგ საწადელს მიაღწევს, აკრძალავს პარტიებს, აკრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დახურავს მედია საშუალებებს და საქართველოს ბელორუსიზაციის ცია დამთავრდება ამ ყველაფრით. ეგ არის მათი მიზანი, შესაბამისად საფრთხე აბსოლუტურად რეალურია, არავინ არ დაუშლის მათ რო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვით. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მოკავშირე პოლიტიკური სპექტრის ასამხელო საზოგადოების თუ თავისუფალი მედიების არის ის ქართული საზოგადოება, ვისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ვისთვისაც გვინდა პლურალიზმი პოლიტიკურ სივრცეში. ოცნებას რომ სდომოდა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, ის ამას გააკეთებდა 13 წლის განმავლობაში. ან ამ წინას საარჩევნოდ შესაბამისად ჩვენ ხედავთ, რომ მუდმივად ნაციონალური მოძრაობა გვევლინება ოცნების მაშველო რგოლად და აძლიერებს ოცნების რეჟიმს საკუთარი განცხადებებით, საკუთარი რადიკალური გადაწყვეტილებებით და ძალადობის მოწოდებებით. შესაბამისად, არანაირი მიზანი არ აქვს ოცნებას იმისი, რომ ნაციონალური მოძრაობა გააუქმოს. საგამოძიებო კომისიის თვითმიზანი, როდესაც ის მუშაობდა, თვითმიზანი თავიდანვე არ იყო აპრიორი ვინმე აკრძალვა, თუმცა ის მტკიცებულებები, ის ფაქტები, რაც გამოიკვეთა რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, გახდა ჩვენი აზრით არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ დიახაც კონსტიტუციის გზით, საკონსტიტუციო სასამართლოს გზით მოხდეს ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული შვილობილი პარტიების თუ პირების აკრძალვა. ეს იყო ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც ყველა მიმართულებით საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გუდავდა და აღჭობდა საზოგადოების განვითარებას. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება იმ რესურსით, რაც გააჩნიათ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯ ჰორიზონტს ეწვია, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა დაათვალიერა და სატყეო მიმართულების პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯი 100 სტუდენტზეა გათვლილი და სურვილს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს თავაზობს. მათ შორის მევენახეობას, სატყეო საქმეს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ბუღალტრულ აღრიცხვას, მებაღეობას და სხვა. გურიაში პროფესიულ სასწავლებლო ჰორიზონტში სტუმრობის ფარგლებში დავაჯილდოვეთ სატყეო მიმართულების კურსდამთავრებულები, რომელთაც რამდენიმე თვის განმავლობაში გაიარეს უმნიშვნელოვანესი სასწავლო პროცესი, რაც მათ აძლევს საშუალებას, რომ უკვე დასაქმდნენ. პროფესიული სასწავლებელი ჰორიზონტი არის ერთადერთი პროფესიული სასწავლებელი, რომელსაც რეგიონში სამივე მუნიციპალიტეტში აქვს თავისი წარმომადგენლობა და სხვადასხვა მიმართულებით, ასეულობით ადამიანის პროფესიულ განვითარებას და უნარების გაღრმავებას ემსახურება. დღეს ჩვენ ვნახეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პროფესიული სასწავლებლები ვითარდება, ისინი ორიენტირებული არიან ბაზრის მოთხოვნაზე და რაც მთავარია, იძლევიან მაღალი სტანდარტის ცოდნას იმ დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთაც უნდათ რომ ადგილზე დარჩნენ საკუთარ სოფლებში, ქალაქებში, რეგიონებში, ემსახურონ თავიანთ ქვეყანას და ამავდროულად მიიღონ ღირსეული ანაზღაურება. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრთან ბატონ გივი მიქანაძესთან ერთად მოვინახულეთ კოლეჯი ჰორიზონტის გორაბერეჟოულის ფილიალი. გავეცანით კოლეჯში არსებულ პროგრამებს, საომავლო გეგმებს და დავესწარით კურსდამთავრებულთა დაჯილდოებას. დღევანდელმა სტუმრებმა კოლეჯ ჰორიზონტის გორაბერეჟოულის ლოკაციაზე დაათვალიერეს სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა, ასევე მონაწილეობა მიიღეს სკვერის გამწვანების პროცესში. დიდი მადლობა მინდა უთხრა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. ღონისძიება ლანჩხუთობას დაემთხვა. მინისტრმა მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და მადლობა გადაუხადა იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნეს. ღონისძიება ლანჩხუთობა 2025-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც მინისტრმა სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გურიის დელეგატთან ერთად ქალაქის ცენტრში გამოფენილი ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები დაათვალიერა. ლანჩხუთობა 2025 სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების შემოქმედება, ეთნო და საბავშვო სივრცეები და კულინარიული მასტერკლასები. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო ლანჩხუთელები. ლანჩხუთობა საღამოს გალა კონცერტით დასრულდა. დავაჯილდოვეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები, მიულოცეთ ის დამსახურებული წოდება, რომელიც მათ თავისი შრომით, თავისი თავდადებით, სულისკვეთებით, მომავალი თაობების აღზრდით და ყველაფერი იმ ძალიან დიდი ძალისხმევით დაიმსახურეს, რომელიც წლების განმავლობაში მათ შრომასთან არის დაკავშირებული. მათ ქვეყანას აღუზარდეს არაერთი ღირსეული თაობა, აგრძელებენ ძალიან ღირსეულ მოღვაწეობას და ჩვენთვის მართლაც ძალიან დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებს განსაკუთრებულად მოვეფეროთ, გამოვხატოთ მათდამი უდიდესი სითბო და სიყვარული, იმიტომ რომ ისინი იმსახურებენ ამ დაფასებას, ამ ურთიერთობას. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ლანჩხუთში ღვაწლმოსილი პედაგოგები დავაჯილდოვეთ. ეს ერთგვარი დაფასება მათი შრომის, მათი თავდაუზოგავი მოღვაწეობის და იმ პროფესიონალიზმის, რასაც ისინი გადასცემენ მომავალ თაობას. მინდა მადლობა გადაუხადოთ თითოეულ მათგანს და წარმატებები უსურვო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. გურია ენერჯის დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი 403.095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააგავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი 403.095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს გურია ენერჯის დირექტორი მუჟუ და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პრო, ასევე საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ტილმუს წარედგინა ბრალდება. აღნიშნული შესახებ სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენებას. დანაშაულის სასჯელის სახეთ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კილომეტრის სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში შპს გურია ენერჯის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მჟ ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პრ-ს დახმარებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403.095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ექსპერტიზის დასკვნით, შპს გურია ენერჯის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისათვის უვარგისია. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით, 25 180 მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით და 362 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნა ევროპის სასკოლო სპორტულ კვირეულის მიმდინარეობას დაემთხვა. ნახოთ სიუჟეტი თემაზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთდროულად 2 სპორტულ ღონისძიებაში იასპარეზეს. ევროპის სასკოლო ოლიმპიადასა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში 100-ზე მეტი მოსწავლე, როგორც გოგონა, ასევე ვაჟი, სხვადასხვა სპორტული თუ მხატვრული აქტივობით იყო ჩართული. გარბენი მარათონი, ღია ცისქვეშ ხატვა, რომელიც სპორტულ თემატიკას მიეძღვნა და ბოლოს საკალათბურთო მატჩი. სამივე აქტივობა მხიარულ და აზარტულ ნოტაზე წარიმართა. უპირველესად საჯარო სკოლების დამეგობრებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მიეძღვნა. სპორტულ ღონისძიებას საზეიმო განწყობა საბავშვო მუსიკალურმა სტუდია Art Junior-მა მისცა. ჩვენი მუნიციპალიტეტი შეუერთდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებას. დღეს ჩატარდა გარბენი, იყო ხატვის ძალიან ლამაზი კონკურსი, ეხლა იმართება კალათბურთის მატჩი და ამით ჩვენ შევუერთდით სულანად საქართველოს, სადაც გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის ღონისძიება, რომელიც მიზნია ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში ტარდება. საქართველოში 1800 სკოლამდეა ჩართული ამ პროექტში და 100,000-ზე მეტი ბავშვი ღებულობს მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში. ყველაზე მასშტაბური ღონისძიება და ჩვენი მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში. სულ ეხლა ჩატარდა მხიარული სტარტების ჩემპიონატი და სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლა გახდა საქართველოს ჩემპიონი და კიდევ ერთხელ ულოცავ ურეკის საჯარო სკოლას მხიარული სტარტების საქართველოს ჩემპიონობას. ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში დღეს მეოთხე სკოლის პარკში გაიმართა პლენერზე ხატვა, სადაც მოსწავლეები ასრულებენ სხვადასხვა ჩანახატებს სპორტის თემასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ნამუშევრები აუცილებლად მოხდება გამოფენაზე და ზოგადად ბავშვებისთვის ძალიან საკმაოდ კარგი გამოცდილება იქნება, ესე ვფიქრობ და თანამშრომლობაც ესე ხელოვნების და სპორტის ერთმანეთთან არც ისე სიახლეა, მაგრამ მონაწილეები პირველად არიან ამ ყველაფერში. წარმატებას ვუსურვებ ბავშვებს. ხუთშაბათს 2 ოქტომბერს Guria TV შემოგთავაზებთ წინასაარჩევნო დებატებს რეგისტრირებულ პარტიათა შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან იღებთ მონაწილეობას, მიიღებთ ჩვენგან შეთავაზება ტელედებატში მონაწილეობაზე და გამოგვეხმაურეთ. ტელედებატებს მაყურებელი ხუთშაბათს 2 ოქტომბერს ჩვენი ეთერით იხილავს. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.